კორნიკას მივესალმები. როგორ ხარ კახა? კარგად, როგორ ხარ? გადასარევოთ მაგრამ. გითხარი, საერთოდ როდის დაიწყო შენი შეხება სიმღერასთან? ფაქტიურად როცა ლაპარაკი დავიწყე, მაშინვე დავიწყე სიმღერას. სულ მქონდა, ესე ვთქვათ, სოლისტობის რაღაც შინაგანი გამოძახილი. მანამდე ქონდა შენ რამე გამოცდილება, თუნდაც შენ თვითონაც სახში, თუნდაც ისე გალობის. მთელი ცხოვრება გალობის გარეშე მე არ მახსოვს. ერთ-ერთი ჩემი ოცნება იყო, რომ ევქარისტია შემესრულებინა სოლო პარტია შემესრულებინა ევქარისტიის პატრიარქის დაწერილი. საოცარი ნაწარმოები. და ალბათ ღმერთს ესე უნდოდა და აგიხდა? ამიხდა ეს ოცნება და პატრიარქის სიცოცხლეში ბოლო კონცერტი რაც მიეძღვნა, მან სამების გუნდმა შეასრულა ევქარისტია ბათუმში. მე დავესწარი შენს ახალ მიმართულების საწყისებს, ანუ კლასიკური მიმართულებით საოპერო წარმატებას. მე არ ვიყავი დაინტერესებული. მოზარდობის ასაკში ჯაზი მიყვარდა ძალიან, გატაცებული ვიყავი, ესე ვთქვათ. როცა პირველად გემო გავუგე კლასიკას და პირველად შევასრულე, ეგრევე მოვიწამლე და მივხვდი რომ აი ეს საქმე უნდა მეკეთებინა. შენი დამოკიდებულება, შენი რწმენასთან შემხებლობა როგორ იყო მანამდე და შეიცვალა თუ არა მას მერე? არ ვიცი ეს რამდენად გამოვდის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ რომ ღმერთის მოსაწონად მოვიქცე.